და-ძმა ლომჯარიები დღის ცენტრში სკოლიდან მოდიან. ლოცვა კურთხევას მართალი ტაბითას ხატს თხოვენ, შემდეგ სხვა ბავშვებთან ერთად დადგებიან ცალოცავად და მადლობას წირავენ უფალს ყველაფრისათვის. ერთი ჩვეულებრივი დღე დღის ცენტრში სწორედ ასე იწყება. სამი საათისთვის ტრაპეზის ზარი ირეკება და ტრაპეზამდე ყველა ლოცვას კითხულობს. ტრაპეზზე სამკომპონენტიანი იკვებაა. ტრაპეზის დროს წმინდანთა ცხოვრება იკითხება. ტრაპეზის შემდეგ იწყება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღება. ჰუმანიტარული და ტექნიკური საგნების მომზადება, ინტელექტუალური განვითარების წრე. ბენეფიციარებზე ცენტრის პედაგოგები მრავალმხრივ განვითარებაზე მუშაობენ. მაია მასწავლებელი მათი ზოგადი განათლების და განვითარების გაუმჯობესებაზე ზრუნავს. ერთად კითხულობენ საინტერესო წიგნებს და შემდეგ ერთად განიხილავენ მათ. დღის ცენტრში რაც გაიხსნა იმ დღიდან დავდივარ, მოვდივარ ყოველთვის 3 საათზე. დღის უმეტეს ნაწილს აქ ვატარებთ, მეცადინებთ, თამაშები გვაქვს, გაკვეთილები გვაქვს, ვემზადებით, აქტივობები და ჩვენი პროგრამა გვაქვს და მისი მეშვეობით ხელმძღვანელობთ. ჩემთვის ეს ადგილი ყველაზე კარგი ადგილია, უამრავი მეგობარი მყავს, უამრავი საყვარელი ადამიანი. დღეს უმეტეს ნაწილს ვატარებთ აქ, ძალიან ვერთობით, ძალიან ვხალისობთ. მართალია ხშირად ვკამათობთ, მოგვდის დავა, მაგრამ აქ იმდენად კარგი გარემო და იმდენად თბილი მასწავლებლებია, რომ ყველანაირად ცდილობენ, რომ გვერდში დავგვიდნენ. მაგალითად, მე ხარ, როგორც ჩემი ასაკიდან გამომდინარე, უფრო პროფესიონალურ რჩევებს მაძლევ. ყველასთან მეგობრულად ვართ, ასევე ხათუც ჩვენთან არის ძალიან კარგად. ერთმანეთთან ყოველთვის გვაქვს საინტერესო კითხვები, ასევე ერთმანეთს ურჩევთ, რა შეიძლება გააკეთოს, რა არა და ძირითადად ჩვენ გვეხმარება დღის ცენტრი ჩვენი ცხოვრების წინსვლისთვის. თავისუფალ დროს შრომითი თერაპიის საათები აქვთ. ჩვენ ვისწავლოთ ხატების გაკეთება და ადრე როგორც გამოფენა გაყიდვა გავაკეთეთ, საოჯახო ტიპის სახლს ჩაერიცხა ფული და შემდეგ დასასვენებლად წავიდნენ. ეხლაც ვაკეთებთ ხატებს და შემდეგ ეს ხატები მინდა რომ გავყიდოთ. შემდეგ კი ამ შეგდაგროვით ახით მინდა რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომელსაც ჭირდებათ ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა. ექთანი გარდა იმისა, რომ მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ასევე ბავშვებს უკითხავს ჰიგიენის საათებს, ჯანმრთელობის განვითარების კუთხით დაგეგმილია დისკუსიები, აქტივობები და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ პირველად დახმარებას უწევთ აქ ჩვენ ბავშვებს, გვაქვს ბავშვებთან ინდივიდუალური საუბრები, მოწვეული ფსიქოლოგები გვყავს და ამ კაბინეტში რაღაცნაირად უფრო ცნებიან ბავშვები და უფრო გვაქვს კონტაქტი ინდივიდუალურად სათითაო ბავშვთან. საქმის მწარმოებელი ანი მუშაობს ბენეფიციარების თითოეულ кейსზე და ინდივიდუალური განვითარების საკითხებზე. იმ დღეს სოფიოს დაბადების დღე იყო და როგორც ყოველი დაბადების დღე ცენტრში ესეც ძალიან ლამაზად აღინიშნა. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ ამ ყუთში ჩავაგდოთ ჩვენ რაც გვინდა სურვილები გვაქვს და ჩვენი მოსაზრებები. მაგალითად, ვაგზავნით ბევრ რამეს ადმინისტრაციას უგზავნით ან მეუფესთან, ვინც შეგვეწევა და დაგვეხმარება ამ საქმეში, რომ ჩვენი სურვილები აიხთინოს ყველანაირად. როდესაც ჩვენმა ბავშვებმა ეს წიგნი ნახეს, წერილი ჩემს უწმინდეს, გადაწყვიტეს, რომ წერილები დაეწერათ უწმინდესისთვის.
ჩვენ ეს წერილები გავაგზავნეთ და ძალიან მალე სააღდგომოდ გამოვა ესეთი ახალი გამოცემა წერილი ჩვენს პატრიარქს და ჩვენი ბავშვების სურვილები, ჩვენი ბავშვების წერილები და განცდები უწმიდესის მიმართ არის იმ წიგნში და იქნება იმ წიგნში დაფიქსირებული და ეს მნიშვნელოვანია, დიდი სიხარულით ელოდებიან და აი იქ ანონიმურ ყუთში და ანონიმურ ყუთში წერილებსაც უწმინდეს იმედით უგზავნიან, რომ იმ დიდ წიგნში მოხვდება და უწმინდესი ამას წაიკითხავს. მუსიკალური საათები ეს ის აქტივობაა, რომელიც ყველა ბენეფიციარს განსაკუთრებით უყვარს. ლალუკა მასწავლებლის დამსახურებაა ყველაზე ცელქებში მუსიკალური ნიჭის აღმოჩენა და მათი დაინტერესება. ის ბავშვებთან ერთად ქმნის ტექსტებს და მუსიკას. ბავშვების ოცნებაა მალე ლალუკა მასწავლებელივით შექმნილი ხიავი ნაწარმოებები. მე ახლა სურვილების სახლთან ვდგავარ, სადაც ბავშვები და არა მარტო ბავშვები, მათი სტუმრებიც თავიანთ სურვილებს წერენ და მეც მინდა რომ შევერთდი ამ ლამაზ სურვილებს და ჩემი სურვილიც დავწერო. ჩემი სურვილი იქნება რომ ყველა სურვილი რაც კი ბავშვებს აქვთ აქ დაწერილი, მათ ყველაფერი შესრულებოდეთ. დადებითი ემოციებით დატვირთულები წარმოვედით დღის ცენტრიდან. ჰარმონიული და ჯანსაღი გარემოდან ბავშვების სითბო და სიხალისე გამოყვა.